ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ახლა როგორც ყოველ დღე გადაცემის ბოლოსკენ უკვე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით რაც ხდება დღეს, თეკლა გოგოლაშვილი იმყოფება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ის უფრო დეტალურად მოგვიყვება. თეკლა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს ასეთი სახელწოდებით და დევიზით დღეს კონსერვატორიის დიდარბაში გაიმართება კონცერტი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ინიციატივით ტარდება. კონცერტი საქველმოქმედოა და დღესაღამოს შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ძმები კარბელაშვილების საგალობლების კრებულის რესტავრაცია კონსერვაციას და დღევანდელ საღამოს სპეციალურად ეწვია ჯულიარდის კონსერვატორიის მაგისტრანტი დავით ალადაშვილი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთადაა და ბატონი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც უფრო დაწვრილებით გვესაუბრება აი ამ პროექტის მნიშვნელობაზე და დღევანდელ საღამოზე. რა იქნება დღეს და რას მოხმარდება, რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ ხელნაწერების გადარჩენა. უკვე 2 წელზე მეტია რაც არსებობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, მასში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მეცნიერები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და გაერთიანებული არიან ერთი მიზნით, რომ ყველამ თავისი შესაძლებლობების და თავისი ფარგლებში და თავისი სპეციალობიდან და საქმიანობიდან გამომდინარე რაღაცა ფორმით გვერდში დაუდგეს ჩვენი დაწესებულების განვითარებას, ჩვენთან დაცული კოლექციის მოვლას, შესწავლას, პოპულარიზებას და ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იმართება დღეს 7 საათზე. დაუკრავს ჩვენი მეგობართა საზოგადოების წევრი ახალი წევრი დავით ალადაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ამერიკიდან და შემოსული თანხა მოხმარდება ძმები კარბელაშვილების სანოტო ხელნაწერების. და რა მდგომარეობაშია ეს ხელნაწერები? კარბელაშვილების არქივი, ჩვენთან დაცული კარბელაშვილების არქივი არის ერთ-ერთი უფრო მოთხოვნადი არქივი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი მეცნიერის, მუსიკის ისტორიას იკვლევენ, სხვა საკითხს, საგალობლების აღდგენის საკითხია საკმაოდ აქტუალური დღეს და ძალიან ბევრი მეცნიერი დაინტერესებული ამ მასალით. შესაბამისად, ეს მასალა უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ ხშირი მოხმარება შეძლოს დაინტერესებულმა პირმა. სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ნაწილი, რომლის რესტავრაციას ჩვენ ვცდილობთ, არ არის შესაბამის მდგომარეობაში. ეს არის ასეულობით ფურცელი, ჭირდება ძალიან დიდი დრო, თანხები და ვიფიქრეთ, რომ აი ასე დაგვეკავშირებინა ჩვენი მეგობართა საზოგადოების წევრის საქმიანობა ხელნაწერებთან. პრინციპში უკავშირდება, ორივე არის მუსიკის სფერო. და რაც შეეხება მომავალში როგორ გაგრძელდება ეს პროექტი და საკმარისი იქნება თუ არა დღევანდელი საღამო მიზნისთვის მისაღწევად. საერთოდ ჩვენ იმდენად დიდარი კოლექცია გვაქვს, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი სახელმწიფო დაფინანსება ან მხარდაჭერის ფორმები, არასოდეს ეს საკმარისი არ იქნება. მუდმივად არის საჭირო ზრუნვა, მუდმივად პოპულარიზება, მიტანა ფართო საზოგადოებამდე ჩვენი დაწესებულებისა და ჩვენი კოლექციის მნიშვნელობისა და მუდმივად სიახლეების მოფიქრება, ასე რომ ეს დღევანდელი ღონისძიება არ არის მხოლოდ კონკრეტულად კარბელაშვილების საგალობლების ხელნაწერების აღსადგენად, არამედ ეს ემსახურება ზოგადად ჩვენი სფეროს. მაგრამ თავარი მისია მაინც ეს არის კონკრეტული მიზანი, მაგრამ ზოგადი მიზანი არის, რომ მეტად მივიტანოთ ჩვენს საზოგადოებამდე ჩვენი კოლექციის მნიშვნელობა. და თუ არ ვცდები, ძმებ კარბელაშვილების შთამომავლები დაესწრებიან დღევანდელ საღამოს და ეს ერთგვარად მნიშვნელობას მატებს, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება დავით, თქვენ სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოხვედით თბილისში, აი ამ პროექტზე რო გითხრათ ორი სიტყვით და რა იქნება დღეს კონსერვატორიის დიდარბაში, რა პროგრამა შესთავაზეთ უსმენთ? ძალიან მიხარია, რომ მე მეძლევა შანსი, ასე ვთქვათ, პირადად შევიტანო მცირედი წვლილი მაინც აი ამ უნიკალური მასალების რესტავრაციისა და მონიტორინგის ფონდში. მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური შემოუნახოთ ჩვენ მომავალ თაობებს. კიდევ მინდა რომ არის დრო მოუწოდო ყველას რომ მოვიდნენ კონცერტზე, იმედი არის რამოდენიმე ბილეთი დარჩენილი სალაროში და თითოეულ მათგანს შეუძლიათ რომ გადაარჩინონ ერთი ფსკარი, ერთი ტაქტი, ასე ვთქვათ, ამ საგალობლების. პროგრამა კი შესრულდება ჩემი სადებიუტო ალბომიდან, რომელიც დეკემბერში გამოდის უკვე ნიუ-იორკში, ეს არის TBC ბანკის მხარდაჭერით ეს ალბომი და ასე ვთქვათ, ქართულ მსმენელს ექნება ცოცხალი პრემიერა დღევანდელ
მომავალ კონცერტზე სცენაზე. ძალიან სასიამოვნო, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს 7 საათზე შეუძლია კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოისმინოს სასიამოვნო მუსიკა და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო საქმეში. ახლა კი დავიწყო, რომ დღევანდელი პროგრამიდან პატარა ნაწყვეტი შეგვისრულოს და თქვენ კი მადლობას გეტყვით ყურადღებისთვის. გისმენთ, დავით.